გავეფხვაცესთან. საღამოშიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით FM 98.5 რადიო სივრცე, მე ვარ ჟურნალისტი ეკავეფხვაძე და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. დღის მთავარი მოვლენებით, ასევე კვირის მთავარი მოვლენებითაც დისკუსია მოკლედ არ წყდება კონგრესმენ ჯო ვილსონის კითხვაზე, ეს თემაც მნიშვნელოვანია, თუმცა მოდით დავიწყოთ იმით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს ამ წუთებში. ჯაფარიძე საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიება 20,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადა დღეს იწურება, თუმცა ჯაფარიძე აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. ხდომის დაწყებამდე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯაფარიძის მხარდამჭერები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილები და არიან კიდეც და მობილიზებულია პოლიცია. ხმაური იყო ხდომას და დარბაზთანაც. დააკავებენ თუ არა ოპოზიციის ლიდერებს. ამასთან როგორც ზურაბ ჯაფარიძე ვარაუდობს, მას დღეს დააკავებენ, ასეთია მისი ვარაუდი. ასევე დისკუსია არ წყდება ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის კითხვაზე, მარკო რუბიოს პასუხის გარშემო. ოპოზიციამ რუბიოს პასუხი თავდაპირველად ძალიან მკაფიო და კონკრეტულ პასუხათაც მიიღო და საქართველოს ხელისუფლებისთვის თითის დაქნევად შეაფასა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმის დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მკაფიო პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს. ნუ რა თქვა რუბიომ ამაზე ამერიკის საელჩომ დღეს ზუსტი თარგმანიც გაავრცელა, როგორც ხდება ხოლმე თარგმანში დაკარგულებიც აღმოჩნდით. რამდენიმე დღეში კი არის 26 მაისი, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ოპოზიციას დიდი გეგმები აქვს და საკმაოდ მძიმე დღეს აანონსებს. პიკეტირება, რადიკალიზაცია, ასეთი გეგმები გაამხილეს წინასწარ ოპოზიციის ლიდერების შესაძლო დაკავება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, საქართველოში ვითარების რადიკალიზაციის ალბათობა. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, მე მას მივესალმები. საღამოშიდობის. საღამოშიდობის. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მე როგორც ვთქვი, პირველად ხარ მადლობა მოწვევისთვის. დებიუტი მაქვს დღეს. ძალიან კარგი. მოკლედ თემები და აი ესეთ დებათაღელვა ჩვენს ქვეყანაში არ წყდება. ყოველდღე ახალ-ახალი საზრუნავი გვაქვს საგარეო პოლიტიკის თუ საშინაო პოლიტიკის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ მოკლედ ეხა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის და იქ ძალიან დიდი ხმაური და არეულობა იყო. არ ვიცით დღეს დააკავებენ თუ არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ამ თემაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. მაინც მნიშვნელოვანი თემა გუშინდელით მინდა დავიწყოთ, ეს გახლავთ მარკო რუბიოს პასუხი, რომელზეც არ წყდება არაერთგვაროვანი მოსაზრებები, ორი მხარის მოსაზრებები გვაქვს, ეს არის ხელისუფლების და ეს არის ოპოზიციის. თქვენ როგორ გაიგეთ, მოდით მისი პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკის საელჩომაც დადო ზუსტი თარგმანი. როგორც ჩანს, საქართველოში ამ თარგმანებს კითხულობენ ხოლმე სხვადასხვაგვარად. პრინციპში მე იმ თარგმანში განსხვავებული თარგმანი რაღაცა სიტყვების ვერ ვნახე, იგივე იყო, მაგრამ მაინც ალბათ თავი დაიზღვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ხო, რომ ეს რაღაცნაირად, მაგრამ როგორი იყო აღქმები, ეს კიდე ცალკე თემა. აი თქვენ როგორ გაიგეთ ეს პასუხი? იცი რა, მე ყველა არხზე ვნახე ქართული არქივის გარდა და საელჩოს თარგმანი აბსოლუტურად იდენტურია, აბსოლუტურად არანაირი ორაზროვანი განცხადება არ არის. მარკო რუბიომ გასაგებად თქვა, რომ ისინი არა აქვთ მათ ჩამოყალიბებული საქართველოს მიმართ პოზიცია და ქვეტექსტში იგულისხმება ის, რაც რეალურად ხდება, მიმდინარეობს ვაჭრობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, გლობალური ვაჭრობა, რომლის ნაწილია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ნაწილი. ამერიკელები დიდი ხანია, შეიძლება უფრო ადრეც გაჩნდეს მოსაზრება, ერთი წელია მათ ეტყობა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკვე ეტყობოდათ. ისეთ სიგნალები მოდიოდა, რომ ისინი განიხილავდნენ, რომ შეიძლება დაეკარგათ ამერიკავკასიამ. ნუ საქართველოს დაკარგვა არ ნიშნავს ამერიკავკასიის დაკარგვას. მქონდათ თავიდან ცდილობა, რომ მოეპოტინენ, რომ შავი ზღვა გაეკონტროლებიათ. შავი ზღვის კონტროლისთვის აუცილებელი იყო საქართველოს კონტროლი და ყირიმის კონტროლი, ნუ რუსებმა ამის საშუალება არ მისცეს. ეხლა ახალი ადმინისტრაცია ცდილობს უფრო ხეირზე აწყობილი პრეზიდენტი ყავს, სარგებელზე მორგებული ბიზნესმენია, რომელიც შეერთებული შტატების ინტერესები, ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები. ნახსენები იყო ეროვნული ინტერესები და აქცენტი იყო ამაზე გაკეთებული. არა მარტო ამ პასუხში ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან ხშირად გვესმის ტრამპის მოსვლის შემდეგ, რომ თავარია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ზოგადად ეს რას გეუბნებათ თქვენ? შეერთებულ შტატებს ის ეკონომიკას აქვს სერიოზული გლობალური პრობლემა.
შეერთებულმა შტატებმა რეალური ეკონომიკა მრეწველობა დაკარგა, იმიტომ რომ მრეწველობის დიდი ნაწილი გავიდა ძირითადად ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, მექსიკაში, ვიეტნამში. ანუ ეს კაპიტალიზმის პრინციპია, სადაც იაფი მუშახელა, სადაც მას იაფი უჯდება და მეტი მოგება აქვს, უფრო მაღალი რენტაბილობა აქვს, იქ გაიტანეს. დანარჩენი დარჩა ახლა ბირჟის სპეკულაცია, Wall Street-ი, ეს ბირჟის სპეკულაცია, აქციებზე ფასიანი ქაღალდების დიდ ვაჭრობა, სამსახურების სფერო და სამხედრო სამიწრო კომპლექსი, რა თქმა უნდა. და პლუს ამას დაემატა 36 ტრილიონს გადაცდა სახელმწიფო ვალი. მარტო სახელმწიფო ვალის მომსახურება 1 ტრილიონი ბანკის პროცენტს რო ეძახიან ხალხმა რო გაიგოს 1 ტრილიონ დოლარს ყოველწლიურად ბიუჯეტში იხდის შეერთებული შტატები ახლა უკვე 1 ტრილიონზე ავიდა. ეს ძალიან დიდი თანხაა. ეს არის წლევანდელი ეს 850 მილიარდამდე გაიზარდა, 11 ტრილიონამდე გაიზარდა სამხედრო ბიუჯეტი და ამას გადააჭარბა ვალის მომსახურება. ანუ შეერთებულ შტატებს ეს ვალი რო არ ქონდეთ, შეეძლოთ კიდევ ერთი სამხედრო ბიუჯეტის გამოყვა. წარმოგიდგენიათ რამხელა პრობლემა. ანუ ეხლა ზრუნავენ ზუსტად რაღაც ეკონომიკური კუთხით ნახონ. აი სიტყვას ვულგარულად გამოიყურა, მაგრამ ამას შეგნებულად ხმაურობ, რომ ესე უფრო გასაგები ხეირზე არის ტრამპი ორიენტირებული. აი რა გააკეთა მაგალითად რო ჩავიდა ეხლა არაბულ სამყაროში, ხო? რეალურად თავისი ყველაზე სტრატეგიული მოკავშირე ისრაელის მედია ნახეთ რა ხდება, რომ გავყიდეს, გადაგვაგდეს, გადააგდეს ებრაელები. რეალურად როცა ეგონათ, რომ ტრამპი მიაღწევდა იმას, რომ ირანზე შეტევისთვის გაემზადებია არაბული სამყარო, ეს ჭირდება ისრაელის ატომღაც ასეთლის ახლანდელი მთავრობა ისრაელის ეს ჰაერივით მათ ჭირდება, ტრამპმა გაყიდეს 1 ტრილიონი დოლარის და რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა ჩაიდოს ამერიკის ეკონომიკაში გაერთიანებულმა ემირატებმა და პლუს 600 მილიარდი საუდის არაბეთმა. ანუ ამ 1 ტრილიონი 600 მილიარდის ინვესტიციის შეპირებით თავი გამოისყიდეს ომისაგან, იმიტომ რომ მაძღარ სახელმწიფოებს, რომელსაც ბევრი ფული აქვს, ომი არ უნდათ ახლა ირანი 100 მილიონიანი ქვეყანაა და არც ეკონომიკა აკლია, მოკავშირეების ხავს, ჩინეთის და რუსეთის სახით და მოკლედ ეს დიდი პრობლემა იქნებოდა, რაც ჭირდება ისრაელს ასე განიხილავს, მას ჭირდება ეს მისი უსაფრთხოებისთვის და ისრაელის ხათაშორის ის ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად ახერხებს და აფერხებს ირანის და არაბული სამყაროს პროგრესს და განვითარებას. კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დაუბრუნდეთ ახლა საქართველოში მარკო რუბიოს აი ამ პასუხისგან ალბათ ყველა ცდილობდა ამოეკითხა რა დამოკიდებულება შეიძლება ქონოდა და ქონდეს სამომავლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში. პრაგმატული. აი როგორი იქნებოდა ეს დამოკიდებულება? ამ პასუხისგან შეიძლებოდა რომ ეს გაგვეგო? სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენო მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში, ამიტომ ხსნით რაღაც ბიუროებს თუ ორგანოებს, ალბათ სავარაუდოდ ლაპარაკი იყო საელჩოებზე, საიდანაც უნდა მივიღოთ სწორი ინფორმაცია თუ რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, ხო? ერთი საინტერესოა, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან როგორია თქვენი მოსაზრება, რა ინფორმაციის მიღება შეუძლია, ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციას? როგორი იქნებოდა ეს ინფორმაცია და მოლოდინი როგორი იქნება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? იცი რა, რომელიღაც ექსპერტი წერდა, რომ პატარა მარკო დიდი გახდაო. მარკო რუბიოს აი როგორც ყველა კარგ პოლიტიკოს ახასიათებს მისი პასუხი შეიძლება იყოს რამდენიმე ტიპის მომხმარებაზე გათვლილი. მისი პასუხი იყო ძალიან პროფესიონალურად, დიპლომატიურად ჩამოყალიბებული. პირველი რაც უნდა დაგეჭირა, რაც გასაგებად თქვა, რომ ისინი არა აქვთ საქართველოს მიმართ რაც ნეგატიური და პოზიტიური პოზიცია ჩამოყალიბებული. ქვეტექსში აუცილებლად გაიგებდა ყველა პოლიტიკოს და პოლიტოლოგის რაღაც ანბანი მაინც დიდი ჭკუა არ ჭირდება მას, რომ ისინი ჩამოყალიბებიან იმის მიხედვით როგორ შეთანხმდებიან რუსეთთან და რუსეთი ერთ кейსში განიხილავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს და მე არ გამიკვირდება რომ ბალტიისპირეთი მიამატონ ეხლა ისეთი რაღაცები ხდება ბალტიის ზღვაში, ისეთ რაღაც მოხდა. შეიძლება ისინიც განწირვის ობიექტები გახდნენ, მაგრამ მოკლედ ამ კონტექსტში განიხილება საქართველოს. თუმცა ქონდა ვილსონის მაგვარი კატეგორიის ხალხისთვის ბელეტრისტიკა, რომ ვილსონს მისცა საშუალება სპეკულანტა. ანუ გასა პასუხი ისეთ, რომ ვილსონის არ გადაეკიდებია. პრობლემა რაშია? ტრამპის ადმინისტრაციას პრობლემა აქვს მარტო ქვეყნის გარდა ბიუჯეტი არა. სახელმწიფოს დიდი პრობლემები აქვს და
პრობლემა აქვს კონგრესში და სენატში. განსხვავება დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის არის 6 ხმა კონგრესში და 3 ხმა თუ არ ვცდები სენატში. ანუ ეხლა ნეოკონსერვატივს ვილსონი ნეოკონსერვატივს ხოთაშორის მარკო რუბიოს ნეოკონსერვატივია, მაგრამ უკვე განვითარდა ტრამპის ადმინისტრაციაში მოხდა და აი თომას პატარა მარკო დიდი გახდა, მგონი ესეთი ანუ გაიზარდა პოლიტიკური ზრდაზე იყო ლაპარაკი და არა მის რაღაც თანმორჩილობას. და მათ არ შეუძლიათ ახლა ვილსონის და ასეთი ნეოკონსერვატივის და ჯინ რიშის და ასეთების არ ჭირდებათ ამადი გადაკიდება, იმიტომ რომ არსებობს ბიუჯეტის საკითხი, არსებობს მუდმივი ეს ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერზე იმპიჩმენტის საკითხით გამოდიან. ეხლა ასე არიან რესპუბლიკელების და ესევია დემოკრატების. ამიტომ ამ 3 ხმას და ამ 6 ხმას განსხვავებას უფრთხილდებიან და მის საშუალება რადგან მარკო რუბიოს არანაირ ვალდებულებას არ გზნობს საქართველოს მთავრობასთან რაღაც მისი განცხადებაში გაამაგროს, იმასაც მის საშუალება სპეკულიანტოს. ერთი რაც ჩვენ აქ შეგვიძლია მოგიკითხოთ, რომ ჩვენს დიპლომატიას არ აქვს სათანადოდ ნამუშევარი შეერთებულ შტატებში. ეს შეცდომა ვიმეო სტრატეგიული შეცდომა მე არა ვარ რაღაცა კარგა პროამერიკულად და საერთოდ პრო ან ამერიკული ან რუსული ან ეს სამარცხინოდ მიმაჩნია პროქართული უნდა იყოს პოლიტიკოსი და იმ დოზით შეიძლება პროამერიკული ლად გადაწყვიტოს საკითხები ან პრორუსულად ან პროაფრიკულად ან პროჩინურად რა დოზითაც ეს შენს სახელმწიფოს ინტერესებს იმ წუთში ან გრძელვადიან ინტერესებს ესაჭიროება. მაგრამ მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კარების გამოჯახუნების და მით უმეტეს ესეთ სახელმწიფოს და როგორც შეერთებული შტატებია, იქ ჩვენი დიპლომატია აქტიურად უნდა მუშაობდეს, მაგრამ აქ ჩანს კონცეპტუალური პრობლემა, სისტემური პრობლემა ჩვენი სახელმწიფოსი, ეს არის კოლაბორაცია ძველ დანაშაულებრივ რეჟიმთან, რასაც კოჰაბიტაცია დაარქვეს და ეს არის ჩარჩენილი, ძველ დროში ჩარჩენილი არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ჩარჩა ვიღაცა თანამდებობაზე, არამედ ძველ დროში როგორც ნეოკონსერვი არიან, ხო? ან ნეოკონსერვს იგივე ვილსონს და ასე ჯინ რიშ და ამათ ამერიკაში ეძახიან დინოზავრებს, ანუ გადაშენების პირას მყოფ პოლიტიკოსებს. ასეთი ძველ დროში ჩარჩენილი დიპლომატებით არის დაკომპლექტებული მთელი ჩვენი საელჩოები და ეს როცა სახელმწიფოს უჭირდა, ხო, კრიზისი როცა ქონდა სახელმწიფოს, როცა დიპლომატები უნდა ბღვინავდნენ. იქ არც წელში არ გვყავს ჩვენ ჯერჯერობით. თუ ვინმე ღალატი ჩაიდინა, დიპლომატებმა ჩაიდინეს. და პირველ რიგში შეერთებული შტატების საელჩოს შემადგენლობამ. და ნუ ახლა 80 სიხმი და 60 ხმა რაც მოძრაობა მიიღო, რაზე ვილაპარაკობ ჩვენ. რაზე უნდა ემუშაოთ? დიპლომატიის კრახია იქ? ეს სახელმწიფოს კრახია და ზოგადად ეს სხვათაშორის ეს რაც ახლა ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, ეს არის სისტემური პრობლემა. ეს არის პრობლემა იმის, რომ აი გლობალისტებმა თავის დროზე ამ deep state-ს ვისაც ჩვენ ვეძახით, ჩვენი ელიტა იყიდეს. ელიტა და არა მარტო პოლიტიკური ელიტა. პოლიტიკური ელიტის ძირითადად შემადგენლობა შემოქმედებითი ელიტაც იყიდეს. ჟურნალისტური ელიტაც იყიდეს, დიდი ნაწილი არის გაყიდული და ზოგი პირდაპირ გაგებითაც გაყიდული, მაგრამ ზოგს უბრალოდ ჩაუნერგეს ეს აზრი, როგორც პროვინციალს, რომ ისინი რაღაცა გლობალური ელიტის ნაწილი არიან და ეს მოსწონთ. გლობალური ოლიგარქია რო არსებობს, რომელიც global government ანუ სოფლიო მთავრობა და რაღაცა მის ნაწილ შემოადგენელ ნაწილად მიაჩნდა და სამშობლოა ეს ლათინური სიტყვა ესეთი ძველი სიტყვა ახალი გამოგონილი არ არის ubi bene ubi patria ან სადაც კარგია სამშობლოც იქ არის და მათი სამშობლო სადაც კარგია იქ არის. ამიტომ ეს განცდა რასაც ჩვენ ხედავთ უსამშობლოების სიგნალებს რო იძლევა ეს აქედან გამომდინარე მათ მიაჩნია რომ ის სამშობლო არის ეს რაღაც global government-ი, ეს გლობალური ოლიგარქია, რომელიც ნაწილი მას ეს მოსწონს. გამიგეთ აი როგორც არ მიყვარს ესეთი სიტყვები, მაგრამ აი გოიმის პრობლემაა რა, პროვინციალის პრობლემაა, როცა მას არ მოიწარმო თავის ფანტაზიებში წარმოადგენინეს, შეუგდეს ფანტაზია რაღაცა გლობალურის და დიდის და პროგრესულის რაღაცა ნაწილია და იბძვის ყველა მეთოდი, მათ შორის აი სპექტაკლი რო დადგა აგერ ახალგაზრდა კაცმა, სამარცხინო სპექტაკლი და მე უკვე ჩემი ტოლა მამამისი გამოვიდა და ეს გაამართლა არა და მე მაგათ ბაბუას ვიცნობ და ნორმალური კაცია და ალბათ არ ვიცი თუ ისეთივე დარჩა როგორც იყო, ალბათ ტრაგედია აქვს ხო ოჯახში რაც გააკეთეს არა.
კი ბატონო, მოდით დავუბრუნდეთ და ამოვწუროთ ეს თემა. ანტიამერიკული მთავრობა იყო ესეთი სიტყვათა შეთანხმება ნახსენები რუბიოს აი ამ პასუხში. რუბიოს არ უხსენებია ქართული ოცნება როგორც არა, ხათაშორის ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმოდგეს თინა ხიდაშვილისგან მოვისმინა ერთ-ერთ ეთერში, რომ მას არ უთქვამსო, რომ ქართული ოცნება არის ანტიამერიკული, ძალიან მინდოდა რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ ეს არ უთქვამსო. თუმცა გუშინ ასე გავრცელდა ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მედია საშუალებას. იცით აქ საინტერესოა ძალიან თქვათ რამდენად აი მეგობარი აქტის მოლოდინში ვართ რამდენად მიიღებს ხათაშორის ეს მომენტიც ხომ დგას უკვე ხელისუფლებას და იქვე პრემიერის წერილი ღია წერილი რომელიც რამდენიმე ხნის წინ თქვათ ამერიკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს რამდენად ეს გამართლებული იყო და შესაძლებელია თუ არა რომ აი შიდა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ეხლა ყველაფერს ერთად ვაბავ, მაგრამ რაღაცეთ მიბმულია ნამდვილად, იმიტომ რომ ეხლა მიმდინარეობს ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესები, შესაძლოა ისინი დააკავონ. ეს რამდენად იქონიებს გავლენას, რომ ვითარება და თქვათ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არც ისე სახარბიელო იქნება სამომავლოდ და იცი რა არის, ჩვენი პოლიტიკური ელიტა და ქართული საზოგადოება საერთო სხვა სიბრტყეში ცხოვრობს. ისინი თავისთვის არსებობს, კარგებიც და ცუდებიც. და ხალხის სხვა სიბრტყეში, ან ხალხის ინტერესები და დაინტერესება სულ სხვა თემებით არის, თავის პრობლემებში იხარშება ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ასეთ როგორც გითხარით, წარმოუდგენია თავი რაღაც გლობალური ელიტის ნაწილად და პოზიციონირება მათი მიდის და თავს აწონებენ აი იმანიშნულად გახსოვთ რომ თქვა რომ აი ჩვენ ევროპას გავაკვირვებთ ჩვენი დემოკრატიით და აი ძირითადი პოზიციონირება ჩვენი ელიტის არის ევროპის ევროპას აწონებენ თავს და ნუ ევროპაში გულისხმობა გლობალური დასავლეთი ხო კოლექტიური დასავლეთი რაც შეეხება ჩვენზე რამე სერიოზული გავლენას იქონიებს თუ არა შტატების პოზიციის ჩამოყალიბება თქვათ ეხლა არ აქვს პოზიცია ხო ვისაუბრეთ ამაზე რომ მივხვდით რომ არ აქვს რაღაცა გარკვეული პოზიცია და აი რაზე იქნება დამოკიდებული მოდით ესე რომ ვთქვა ეხლა ნახეთ როგორი ვითარება შეიქმნა შტატებში საქართველოსთან მიმართებაში ანტიქართულ პოლიტიკას პატრონი ყავს ვილსონის და ამ ჯინრიშების და ამათ სახით რომლებიც ფულს იღებენ როგორც ჩანს ასეთი აშკარად იტოვებენ ამ შტაბეჭილებას ანუ რაღაც ქაღალდი რომ დააგდო ამ ქაღალს ხო გაგიათ ეპატრონი და შეიტანონ ოთახიდან ოთახში ისინი დადიან ეს ოთახიდან ოთახში ჩაიცვეს რკინის კანონი რკინის ჯო ხელში დაიკავეთ ფიგურალურად რო ხო ნუ ნაციონალურ მოძრაობას იყო ჩასული ახლა კონდათ ვიზიტი რამდენ ქართულ ინტერესი პატრონი არ ყავთ სელჩო არ ყავს სელჩო არ მუშაობს გამიგეთ? ამიტომ სავარაუდოდ ალბათ ამას მიიღებენ. მაგრამ რა შედეგები მოყვება? ნული. მეგობარი აქ მოაწერთ თუ არა ტრამპი ხელს. ხო და მეგობარ აქ ამაზეც არის. მე ჯერ რომც ყველაფერი და მოაწეროს და ნული შედეგი მოყვება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს არ გააჩნიათ საქართველოში ინსტრუმენტები ისეთი, რომლითაც შეიძლება ხელისუფლების დამხობას. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, ბატონო ჯონდი რა რატომ მაგალითად გუშინაც მე რამდენჯერმე წავიკითხე რამდენგანმე და ეს მოსაზრებაც იყო, რომ აი ვთქვათ დაუშვათ და მართლა მოაწერა ხელი, ვთქვათ რაღაცა ძალიან რადიკალური პოზიცია დაიკავა ამერიკის შეერთებულ შტატების ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ რა ბერკეტს იყენებს აი რა იქნება ზომად გამოყენებული დასჯის მოდით ესე ვთქვათ ბრჭყალებში ხო აი მე ამის მომინდა რომ რაღაცა რო ვთქვათ რომ მთელი სპექტრი აქვს რაღაცა ინსტრუმენტების არა მათი სპექტრი არის ეს მედია რომელიც მათ ინტერესებს ემსახურება და მართლაც მე ხო ზოგს ვიცნობ ახლა ჟურნალისტს რომელიც თავის დროზე მაჩნდა რომ ჟურნალისტი იყო პროსტა კარგი ურთიერთობა აქვს მაგრამ ხედავ რომ მასაც ასე მიაჩნია რომ რაღაცა გლობალური რაღაცის ნაწილია და დიდ გლობალურ საქმეს ემსახურება ამერიკა მთავარი ამერიკა ყოლდეს კარგად და საქართველოს წყალსაუღიო ესე ფიქრობენ და ეს მედია უფრო გააქტიურებულად უფრო ისტერიულად დაიწყებს რაღაცების გაშუქებას თუ შეიძლება უფრო მეტი ისტერიული გაშუქება ბოდიში ხდი შეიძლება საუბარი და შიშებით გამოწვეული ალბათ იგივე მედიის და გარკვეული საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეიძლება არის იმის გარო თუ კარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც პარტნიორს
რომ ქვეყანა აბსოლუტურად მარტო რჩება, ანუ ასეთ ძალიან ძლიერ პარტნიორის დაკარგვის შიშები. ხო, შეიძლება ესეც არსებობდეს საზოგადოებაში და არსებობს რეალურად. ასეთი შიშები რეალურია, ანუ რეალურად არსებობს იმის შიში, რომ ქვეყანა არ დარჩეს რაღაცა კომპასის garaშე, ხო? ორიენტირის garaშე. და აი თქვენ პრემიერის წერილი ახსენეთ, მე პრემიერის მინდა პატივისცემით ვარ განწყობილი, მინდა ვთქვა, რომ ურთულეს ვითარებაში უწევს პრემიერობა და ოპონენტის რო იყო, მისი მოწინააღმდეგეს რო და არ ვარ მე მისი მოწინააღმდეგე, უბრალოდ ადამიანობა, კაცობა გეუნება რომ ასეთ დროს ადამიანს უნდა გულშემატკივრო, ხო? მით უმეტესად ქვეყნის პრემიერ, ქვეყნის წარმატებაზე უნდა იყოს შენ ორიენტირებული. ამიტომ მე არ ვარ ორიენტირებული კრიტიკაზე, მაგრამ ეს წერილი მე მიმაჩნია რომ ეს პოზიცია შეცდომა იყო. რატომ? იმიტომ რომ იმის თქმა რომ იცი რა ამერიკის ტელეკომპანია იმედში განცხადება იყო ძალიან ძლიერი იყო მაგრამ ორი ძალიან სუსტი მომენტი დავიჭი ერთი აი თავს არ ზნობდა ზოგიერთ შეკითხვაზე თავდაჯერ ის ინტერვიუს გულისხმობ? კი ხო ისკობახიძე არ იყო რასაც ჩვენ შეგვაჩვია მან რო ყოფილიყო ზოგიერთ ფრაგმენტში და მთავარი ფრაგმენტი იყო ის როცა კითხეს რომ თქვა თუ კი მიიღეს რაც მე დამისდა აქტი რა იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ ერთ სამხრივ მეგობრობას ახლა სამხრივი და პლატონური სიყვარული გლობალურ პოლიტიკაში არ არსებობს და ასეთი პასუხი იცი რა ეს არის უპასუხობა რაც თავარი ლაქა ქართულ ოცნებას ბევრი უპასუხო შეკითხვები აქვს დატოვებული საზოგადოებაში და ეს ნუყენია და საჩენს ესე იგი რუსასიცარიელია მე სპეკულაციისთვის და რაღაცა სხვა თემების შემოგდებისთვის ეს არის ხარვეზი და ნუ მეორე მხრივ შენ როცა ასეთ პასუხს შენგან როცა ასეთ პასუხს ხედავენ რომ მეგობარ აქვს მიიღებ ჩემს ქვეყანას დაამცირებ ეს ხო შეურაცხყოფა ახლა ქვეყანას ამცირებენ და არა კობახიძეს ხო მეგობარი აქტი რეებწერა წაიკითხეთ და ხალხი წინააღმდეგ მიმართული აქტია ხო და არა მეგობარი აქტი რეალურად და როცა ასეთ რაღაცას ამბობ შენ რომ მე მაინც გავაგრძელებ მაშინ პატივს არ კარგსემს პრემიერს რო გაეცა სიგნალი აი როგორც რუბიოზე გითხარით ხო მან თქვა მაგრამ გამოდიოდა ის ლაპარაკობდა მაპატიმა სულელისთვისაც ობივატელისთვისაც მოდი ესე თქვა რა დაბალი ფენისთვის მაგრამ ჭკვიანმა კაცებმა მიიღო სიგნალი იქიდან რომ ის არ არის რაღაცა ჩამოყალიბებული და მუშაობს ამ საკითხებზე ხო პრემიერს შეეძლო გაეცა მათთვის პოლიტიკოსებისთვის სიგნალები რომ ალტერნატიულ გზებს განიხილავს საქართველოს და საქართველოს არ დარჩება მარტო საქართველოს ვერ დარჩება მარტო ოღონდ ეს თვითონ საქართველოსია დამოკიდებული ჩათრევა ჩაყოლაჯობიო მიიღებს საქართველოს გლობალურ პროექტებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს ანუ შტატების გარეშე არ დარჩება მარტო ეს უნდა ეს სიგნალი უნდა ყოფილიყო წასული შტატებმა უნდა აირჩიოს თვითონ შტატებს ჩვენ შეგვიძლია მივცეთ არჩევანი შტატებს უნდა თუ არა ჩვენ ერთად ყოფნა ზოგიერთ პროექტებში. საქართველოს რას კარგავს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გარეშე? ესეც ხო ისმის. საქართველოს და ამერიკას შეერთებული შტატები ალბათ დათმობს რუსეთთან ვაჭრობის დროს. ვიმეორებ ერთ кейსში განიხილება უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. სამაგიეროს სომხეთი, აზერბაიჯანი ავტომატურად იგო საქართველო არის ამერიკა-კავკასია მთელი რეგიონია საქართველო. რეგიონზე არის ლაპარაკი და რეგიონში თქვენ გალახეთ სამეზობლო მიყავს ჩვენ მეზობლები შეერთებული შტატები და ანუ ევროპელი რომელიც სახელმწიფო რუსეთი თურქეთი და აზერბაიჯანთან ხო აქვს ურთიერთობა საკმაოდ არც ესეთი დაულაგებელი არა როგორც საქართველოსთან ამერიკის შეერთებული შტატები იმიტომ რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ ასუდეს და რა თქმა უნდა თუ თქვენ დაამცირებთ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ჩვენ სამხრივად გავაგრძელებთ თქვენთან შუა დაერფნის და აქედან მიღებულ ხეერებზე მუშაობას აზერბაიჯანის საჭირო სახელმწიფოა ნუ აზერბაიჯანი პლუს დავამატოთ გჭირდებათ იმისთვისაც რომ ირანში განიხილება თემა ირანში აზერბაიჯანის საშუალებით ირანის აზერბაიჯანში ან ნახჭევანში სიტუაციის არის ეს ებრაელების საკვიატებული აზრია მე დიდ პერსპექტივას ამისას ვერ ვხედავ ახლა აზერბაიჯანის ძალიან დიდი შარია მაგრამ მთავარი ესაა რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თავისთავი იპოვა ჩვენმა ხელისუფლებამ პატივისცემით მინდა ვთქვა და პატივისცემა არა იმიტომ რომ უბრალოდ რაღაც აბსტრაქტული პატივისცემა მათ დაიმსახურეს ეს პატივისცემა ბოლოს 3 წელია თავისი სახელმწიფოებრივი ეროვნული და გონივრული გადაწყვეტილებებით ამიტომ მე ამას ესე იგი მეც რო დავიწყეს ისტორიაში დარჩება მათი ესეთი პასუხისგებლიანი გადაწყვეტილება მაგრამ თავისთავი უნდა იპოვონ
და ხალხს ესეთი ღია რაღაცა საკითხები ყოველთვის დარჩება, მაგრამ ასეთი ღია სივრცეები, დაულაგებელი სივრცეები და გაუცემელი პასუხები არ უნდა დაუტოვონ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებდნენ, ბრჭყალებში ადანაშაულებდა ოპოზიცია, რომ ეს ღია წერილი აბსოლუტურად არადიპლომატიური ნაბიჯი იყო. თქვენ ამბობთ, რომ კიდევ უფრო ხისტი უნდა ყოფილიყო, ესე გავიგე, ანუ ეს ღია. საერთოდ მე ახლა ამ წერილს საერთოდ არ დავწერდი. არ დავწერდი. მე მესმის რომ რაღაცაში დაჭირდა ეს ამ წერილის დაწერა. ალბათ იმისთვის რომ ამდენხნიანი დუმილი იყო შტატებისგან პრინციპში დღემდე დუმილია ეხლა თუ არ ჩავთვლით არის ამ წერილით ხო ჩვენ გავეცით ინფორმაცია რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან სუპერ სახელმწიფოსთან ურთიერთობები ჩიშშია შესული ხო და ამით დრო ეს ცხადი გახდებოდა რამდენიმე თვეში ალბათ ხო თუ კი ეს ჩიხშილება არც გამختارიყო ცხადი უნდა დალაგებულიყო რა მაგრამ ჩვენ ხო რამდენიმე თვე მივეცით ჩვენს ოპონენტებს რა ჩვენ იგივე თქვა ალტერნატივას როს ლაპარაკობთ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შემოთავაზება 3+3 ფორმატი რაც ნიშნავს რომ ეკონომიკური თვალსაზრისით აი გლობალური სახელმწიფოები ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი და სომხეთი უბრალოდ სასიცოცხლოდ იქნებიან არიან დაინტერესებული საქართველოსში სტაბილური ვითარების შენარჩუნებით, იმიტომ რომ ამაზე არის დამოკიდებული მათი ეკონომიკების განვითარება. და რატომ? აი ბევრი დღეს ახლა ლოჯისტიკა წვიტავს ყველაფერს და სოფლიოს ქარხანას, აი სოფლიო ქარხანად გადაიქცა ჩინეთი, ხო? მაგრამ ამ სოფლიო ქარხანას ჭირდება გასაღების ბაზრები. ორი ძირითადი პარტნიორი ყავს ჩინეთს, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, სადაც ყიდის ამ საქონელს, რუსეთის, მაგრამ რუსეთში თავისი საზღვარი აქვს და იქ ამ გზებით ახერხებენ ამას, ყიდვა გატყვი, მათ შორის ძალიან იზრდება სხვათაშორის სავაჭრო ბურმა და მიმართულებით, ევროპის მიმართულებით ჰაერივით შანგბადივით ჭირდება შვადერფნის გლობალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოში. რატო ბევრი სხვა შეთავაზებაც იყო ჩრდილოეთის შეთავაზება ის უფრო იაფის ჯდება სხვათა შორის, მაგრამ სტაბილური არ არის. ყველაზე სტაბილური, ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდა აი ურსულა ფონ დერ ლაიენი დადიოდა აზერბაიჯანში ჩადიოდა და ცდილობდნენ სომხეთის გავლით გაეჭრათ არხი თურქეთზე, რომ საქართველოს დაეტოვებია თამაშგარე მდგომარეობაში. მოვისმინეთ ალიევის განცხადებაც. ძალიან კარგი, ხო, სხვათა შორის აზერბაიჯანს აწყობდა ეს, მაშინ შუა აზიაში როცა იყო ჩასული ფონ დერ ლაიენი. სომხეთი პოლიტიკურად, ეკონომიკურად იხერხება, პოლიტიკურად თურქეთს აზერბაიჯანის ტისკში მოექცეოდა, ამიტომ აზერბაიჯანის მხერიანი იყო, მაგრამ უნდა დაუფასოთ ჩვენ აზერბაიჯანს და მის პრეზიდენტს, რომ ასეთი სერიოზული განცხადება გააკეთა, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მარტო პირადი აზრი არ იყო და ის არ წყვიტავს ამას. აქ გადაწყვეტილება მიიღო მთავარმა მოთამაშემ, რომელსაც სოფლიოს ფაბრიკა ქვია თუ სოფლიოს ქარხანა ქვია, ეს არის ჩინეთი. ჩინეთმა აირჩია, რომ საქართველოს გავლით უნდა მარაგდებოდეს ევროპის ძირითადად ჩინური პროდუქციით ევროპა და აქ ჩინეთმა ასევე დახეთ ახლა როგორ მომასება აქ ჩინეთმა ასევე დააყენა აფხაზეთის საკითხი და აფხაზ-სულ ქართულ ურთიერთობების სტაბილიზაციის საკითხი. ახლა ეს ჩვენთვის დანაშაული, აი ღალატის სტოლპა ხა, შეიძლება უჭკო იყოს კაცი და ამით ჩაიდნოს ხა, დანაშაული ამ ვითარების არ გამოყენება, იმიტომ რომ რუსეთს ახლა ჰაერი ვიჭირდება ჩინეთი და თვითონ ეს პროექტი ძალიან ჭირდება რუსეთს და ჩინეთის ასე იგი როგორ პრინციპულად აყენებს აფხაზეთისა და აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტას, ანიქეთ ანაკეთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ 3+3 ფორმატის სანამ დავიწყებთ მაგალითად პრინციპი ახლა ჭუის სწავლება არ მინდა გამოვიდეს მე რო პრემიერის ადგილას ყოფილიყო ამ გადაცემაში მე ვიტყოდი რომ ან მანამდეც ვიტყოდი რომ ჩვენ ამ ფორმატის შესწავლა უნდა დავიწყოთ დათვალიერება უნდა დავიწყოთ უნდა დავზვეროთ რას გვაძლევს ეს ფორმატი ან თქმას პრემიერის თქმამდე შეიძლება სიგნალები 1000-ნაირად შეიძლება გაჟონოს ინფორმაცია მაგალითად ეკავებ ხოძემ შეიძლება დაბეჭდოს სათმე რომ გავიგეთ რომ საქართველოს მთავრობა ამ სიგნალს განიხილავს ვიღაცასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და წყარო არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოს არის მაგრამ ასე აკეთებენ ამერიკელები და რუსები და ჩინე ყველა ამ ესეთი სიგნალები შეგვიძლია ჩვენ ახლაც დავიწყოთ და გავცეთ მერწმუნეთ უცებ გამოსწორდება და ის ადამიანები ვინც დაინტერესებული არიან თავისი ხეირი ამერიკელებსაც უნდათ აქ ხეირის პოვნა და ამერიკელების ილუზია რომ ამ ლოჯისტიკაში თავისი რაღაცა ხეირი ნახონ. სხვადასხვა ინტერესებია ეგ ზოგს უნდა რომ ჩინეს ლოჯისტიკურად ხელი შეუშალოს
და ამით ევაჭროს ჩინა 1000-ნაირი პრობლემების წამოჭრას ცდილობენ. აი ეს ძალები დამედა პირსაუწყოდ ჩავდნენ, მაპატიეთ ცოტა ესეთ ვულგარულ გამოხმესხმარობა. ვილსონის მაგვარ ადამიანებს $1000 დაწერილი პოსტები აღარ გაჩნდება, აღარ იქნება, იმიტომ რომ ეხლა $1000-ზე გაცვლილი გლობალური პოლიტიკა და ჩვენ გლობალური პოლიტიკის ნაწილი ვართ. ოღონდ ჩვენ ამ გლობალური პოლიტიკის ნაწილი ან ვიქნებით იზოლებით, ჩათრეულები რაღაც პროცესში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გარემოცვაში ამ 3+3 ფორმატში, რომელიც უკან ისე ჩინეთი დგას, ამ 3+4-ია რეალურად, ეს გლობალური პროექტია და ჩვენთვის საჰაერებით მნიშვნელოვანი პროექტია, ან თამაშგანადგომარი, ან ჩვენ ვიქნებით დისკუსიის მაგიდა. აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გადაუჭარბებლად მინდა გითხრათ, აი როგორც ბრიუსელს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, შეკრების ადგილია, ხო? სადაც იკრიბებიან ხო, ევროკავშირის ყველა ლიდერი დაინტერესებულია ბრიუსელში ჩასვლის დროს იქ ვიღაცამ გვარესროლოს, არა? აი ესეთ ადგილად შეიძლება თბილისი გადაიქცეს გეოგრაფიულადაც. არა მარტო გეოგრაფიულად არ ვიყ რაღაც ჩვენ მეზობლებში არ გამოვიცვიოს. არის მოლოდინი ან რაღაცა გაქვთ მსგავსი ინფორმაცია, რომ შესაძლოა. ნუ აი როგორ ეს თვითონ ვითარება, ისეთია ჭადრაკი თუ გითამაშეს ზოგჯერ რომ არ შეიძლება რომ ეს სვლა არ გააკეთო, არ შეიძლება უბრალოდ დანაშაულია, წაგებული პარტია, მაშინ პარტიას წააგებ უბრალოდ. ეს იქნება აღქმული რომ დასავლეთიდან კიდევ უფრო როგორ ფული? არა, აღქმული შეიძლება იყოს, რომ კიდევ უფრო შორდები დასავლეთს და კიდევ უფრო აი გულწრფელად მითხრათ, აზერბაიჯანში უფრო მეტი დემოკრატიაა ვიდრე საქართველოში? არა, რა თქმა უნდა. უფრო მეტი პლურალიზმია მედიაში? ხო ხედავ აზერბაიჯანს როგორ პაუზე მაგრამ იქ არის ნავთობი, აბას აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ესე იგი ხერზე ლაპარაკობთ. ხო, ნუ რაღაცა ხეირი რა. ამიტომ დავსვი ეს შეკითხვა. ალჯულანი ყოფილი ტერორისტი, ნუ ყოფილი ტერორისტი არსებობს, რა ვიცი. ჩაიყვანეს აგერ ეს ხდება ტრამპის შეხვდა ხელი ჩამოართვა, აგერ მაკრონის შეხვდა ხელი ჩამოართვა ტერორისტს, ბატონებო, სირიის. მაგრამ საქართველოში არ არის ნავთობი, არ არის ურანი, არ არის, მაგრამ ითხოვენ დემოკრატიას. ეს შეიძლება რომ ვიგო. საქართველოში არის უფრო მეტი ღვთისგან აწყობები გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელსაც მთელი აზიის მთელი სიმდიდრე, აი ცენტრალური მთელი ენერგომატერიალები, ურანი, ნავთობი, გაზი, აზერბაიჯანს, ყველაფერი ეს რის აზერბაიჯანი თქვენ რა ჩამოდრო ფასობს, საქართველოს გარშე კაპიკია მისი ფასი, იმიტომ რომ აბა შეხედეთ რუკას, საიდან შეიძლება ირანიდან გაივლის? და რუსეთიდან, რუსეთს ერას თავისი ნავთობი და გაზი აქვს. ერთადერთი გზა, არა მარტო აზერბაიჯანი, მთელი ცენტრალური აზია, უზბეკეთი, ყაზახეთი, ერთადერთი გზა არის საქართველოს გავლით. ის რასაც ახლა ჩინეთი ალაგებს ძველიდან მოყოლებული ძველ ტერმინს რო ყველა მიხვდა აბრეშუმის შუა დერეფანი როგორც ახლა და საიდანაც ისევ სლენგს ვიხმარ მოტეხვა ცდილობდა ევროკავშირი ჩვენსას მაგრამ ის მაინც არასტაბილურ გზად ჩაიდგეს კი აზერბაიჯანს ჩვენ უფასებთ ამას მაგრამ ეს არასტაბილურად ჩათვალა ჩინეთმაც იმიტომ რომ ახლა მაინც სომხეზე გაჭრილი გზა სომხები და ხვალ კოჩარიანი ძალიან გააქტიურებული ეს ყარაბაღელი და იქ გარწმუნებით ჩემი როგორც ღაზა სექტორში არ დაალაგდება ებრაელებს და პალესტინელებს შორის სანამ მეორე სახელმწიფო არ შეიქმნება და სანამ რა ვიცი ისე არ დაალაგდება ამ შორის ურთიერთობები ამიტომ ეს მოცემულობა არის ესეთი ღმერთმა შექმნა ეს და ჩვენ ახლა ამის არ გამოყენება დანაშაულია არ შეიძლება ჩვენ თავი ჩავყოთ ეს სიახლემას პოზას ზახენ ხო სილაში და რაღაცები არ დავინახოთ შეიძლება ეს მოგწონს არ მოგწონს მაგრამ ის რომ აქ ჭიქა დგას ეს ფაქტია და როგორც ფაქტობრივ გარემოებაში ანგარიში უნდა გაუწიოთ და მით უმეტეს თუ ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ჭიქა ჩვენზე მუშაობდეს და ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო კარგით მოდით ცოტად რო გრჩება და კიდე მინდა რამდენიმე თემა გავიაროთ არ დაგვრჩეს ისე გლობალური პოლიტიკა გასაგებია ძალიან ვრცელი თემაა ჩვენ გლობალური პოლიტიკის ნაწილი ჩვენ არ ვართ სომხეთი, რომელიც არ არის გლობალური პოლიტიკის ნაწილი. დიდი ლობისტები ყავთ, მაგრამ თამაშგარეთ არის. ასე უნდა და ჩვენ დატოვება ახლა სომხეთის ჩართვა გლობალურ ჩვენ ახლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ვართ. ხო, თუმცა რაც ხდება ქვეყანაში, ალბათ და ყოველდღიურად, ხო, ხედავთ აქციები, გამოსვლები, აი აქ თავშიც ვთქვით ოპოზიციის ლიდერების შესაძლო დაკავება. თქვენ ამას როგორ უყურებთ? ზოგადად ოპოზიციის ლიდერების დაკავება რა. რამდენად კიდევ ერთი ძალიან, არ ვიცი, მძიმე დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის. როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში ხელისუფლება? მძიმე დარტყმა გულისხმობ ისევ დასავლეთიდან და შიგნითაც ალბათ ხო საზოგადოების ნაწილის გასაგებია შეკითხვა აი მეც დრას გეტყვით აი ეს ბრბო ვისაც თქვენ ხო ოპოზიციას უწოდებთ აბსოლუტურად გაკოტრებულია პოლიტიკურ თვალსაზრისით აბსოლუტურად განულებული და ისინი ამას აცნობიერებენ
ამიტომ მათი მხრიდან ეს არის ერთადერთი სწორი გზა. იმისთვის რომ სახელმწიფო ჩამოშალონ, სახელმწიფო ინსტიტუტი, ანუ ხელისუფლებას კი არებდა სახელმწიფოს ებრძვიან, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა ნიშნავს იმას, რომ არ აღიარებდეს სასამართლოს, პროკურატურას, პარლამენტს და ასე შემდეგ, ხო? საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდა. სწორი გადაწყვეტილება იყო. შენ თუ ხარ ქვეყნის მტერი, მაშინ სწორი გადაწყვეტილებაა. არა ლეგიტიმურად აღიარებენ. ხო, არ უნდა დაჭერა, ხო? მაინც აღკვეთი ღონისძიება 20,000 ლარი შევა არ გადაიხადა. ანუ მიდის იმ გზით რომ სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოიშალოს. ზოგმა გადაიხადა, მაგალითად ჯაფარიძემ გადაიხადა, ხო, რამდენიმე ოპოზიციის ლიდერმა გადაიხადა. კი ბატონო, როცა საერთოდ გადაიხდის ვაშადი. ხიზილარის ჭამას როცა ხარ მიჩვეული, რა თქმა უნდა, მაშინ ასეთ პოლიტიკაში ჩართვას, როგორც არის, არჩევანი გაქვს, რომ ან სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშალო, ან ფული გადაიხადო, 50,000 ლარის გადახვა ურჩევნია ხაზარაძის მაგვარ ასე ვქვია, ფუფუნებაში გაზრდილ პიროვნებებს, ხო? სხვის ხარჯზე გამზიდრებულებს, მაგრამ თუ შენ გინდა ჩამოშალო სახელმწიფო ინსტიტუტი, მაშინ უნდა დაჯდე. ეს არის მათ ეს გზა აქვს არჩეული. სახელმწიფო ინსტიტუტი გამოიწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას? თუ არ დაიჭერენ, რა თქმა უნდა. ანუ გზას არ უტოვებენ, ხელისუფლებას არ დაიჭირონ. ხელისუფლება ცდილობდა, ცდარი გზაა ეს ხელისუფლების ხდება, ცდილობდა რომ არ დაეჭირათ. მე არ ვიცი დაჭერა არ მიხარია, მაგრამ ორი არჩევას არ უტოვებენ ერთმანეს. ეხლა არ გადაიხადე ხელს, სხვა გზა არა, 100% დაიჭერენ ამას. 100%. თუ არ და მაშინ ღალატსა აქვს ადგილი. და ეს ღალატი არ არის რაღაცა პოლიტიკური ინტერესია, სახელმწიფოს ღალატია. თუ არ დააკავებენ, ანუ მაშინ ეს არის სიგნალი, რომ ხელისუფლება მიდის კოლაბორაციაზე ისევ მიდის, აი გლობალიზმისაც ქვეყნის დამხობა უნდა, ისევ მიდის ამათთან გარიგებას. ნუ კოლაბორაციაზე როცა საუბრობთ და ამავე დროს ხელისუფლებას გაცხადებული აქ იგივე საგამოძიებო კომისიის ხდომა თქვენს ბრძანდებოდით და რომ თქვათ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზეა საუბარი, აი ეს რა კორელაცია შეიძლება იყოს ახლა, როგორ შეიძლება ეს დავაკავშიროთ? კომისიის მუშაობას და შექმნას ხარს უჭერ მთელ შემადგენლობას პატივსცემ და ეს ვიყავი და ძალიან ეფექტურად მინიმუმ კომისიამ მოახერხა აპდეიტი გააკეთა, განაახლა მეხსიერება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ეს არის ძირითადად ალბათ 80%, რომელიც ზოგი კმაყოფილია ხელისუფლებით, უფრო მეტი შეიძლება არ იყოს კმაყოფილი, მაინც მოახდინა ამ საზოგადოების კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინტერესების ზოგი ჩვენ ბრალს ვდებს, რომ თქვენ ხელისუფლების ირგვლივ ხარ კონსოლიდირებული. არა, ჩვენ ვართ სახელმწიფოს ირგვლივ კონსოლიდირებული და დღეს სახელმწიფო და ერის ინტერესი ასე განლაგდა ჭადრაკის დაფაზე ფიგურები, რომ ამ გლობალურ პოლიტიკაში სახელმწიფო ინტერესებში არ შედის ხელისუფლების დაცემა. ანუ ის რომ ამათმა დაამხონ ხელისუფლება და სწორედ ხალხი არ აძლევს ხელისუფლების არც იმათ აძლევს ხელისუფლების დამხობის საშუალებას, არც ხელისუფლებას აძლევს ესე ტერმინი დაცემის საშუალებას არ აძლევს ხელისუფლებას, იმდენად აქტიური არის საზოგადოება და ამაში ლომის წვლილი შეიტანა, განაახლა ეს კიდე ამ კომისიამ. თუმცა ამ კომისიის აი ოპოზიციის არგუმენტი, რომ კომისიაში ოპოზიცია არ არის და ამ კომისიას ლეგიტიმურად ვერ ვაღიარებს, თქვენთვის ეს არგუმენტია. ძალიან სუსტი არგუმენტია, ოპოზიციას და არ არის, რატომ მივიდნენ და იყვნენ თუ შეუძლიათ როგორ არ არის. შევიდნენ პარლამენტში, ხა პარლამენტში არ არის. ახლა მათი არჩევანი იყო, ხო არ ამას გამოუგდია რა. მათ შეეძლო ყოფილიყვნენ და სხვადასხვა რეგლამენტი იძლეოდა საშუალებას, რომ 51%-თან ყოფილიყვნენ. ანუ მეტი ყოფილიყვნენ. ხო, მეტი ყოფილიყვნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სტრატეგია, რომელიც ახლა აირჩიეს, რადგან აი გლობალურ დასავლეთს, ამ deep states, რადგან ამ სიტყვას შევეჩვიეთ, ესე ხშირად მე იცვითება, ხო? ტრაფარეტულია და ცდილობ არ ჭრილოვან მთავრობას, global government, რომელიც ვახსენე, ხო, რომელიც აი სოფლის მართვაზე პრეტენზია აქვს, რომელსაც სხვათა შორის თავის სახელმწიფოში დაკარგეს მართლობა. ეხლა ბრიუსელში გადმოინაცვლა, ხო, ძირითადად ბრიუსელში და ხა შეერთებულ შტატებსაც ებრძვიან. აი აზრი გამისყდა ამ საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდით ამათმა ჩათვალეს რომ ხედავენ რომ ლიდერები არ ყავთ ეხლა რომ აი კეისარმა თქვა ერთხელ პომპეუსთან თაფსუსის ომის დროს პრინციპში აგებდა კეისრის არმია და მე მაინც მოიგეს ამან მე კეისარმა თქვა ამათო გამარჯვების შემძლები უნდა ყოლოდათო გამარჯვებულები იქნებოდნენ ეხლა ესენი იქნებოდნენ ჩვენს ბანაკში შემოსულები და არა ჩვენ ამათ ბანაკშიო სამათ ბანაკში იყო შესული ეხლა რომ ვინმე გამარჯვების შემძლე ოპოზიციაში არსებობდეს ხელისუფლება ახლა ძალაუფლება ქუჩაში აგდია
ასეთი ტერმინია ქუჩაში, არა ქუჩის აქციებში, არამედ ძალაუფლებას ხელისუფლება ფლობს იმიტომ, რომ ძალაუფლების ამღები ლიდერი და პოლიტიკური ძალა არ არის. ოპოზიციაში. ხო, ოპოზიციურ ფლანგში არ არის ასეთი ოპოზიციურ ფლანგიდან შუა გაკრეფილია, დარჩა ეს ბრბო, რომელსაც ინერციით ჯერ კიდევ პოლიტიკურ რაღაცა პარტიებს თუ რაღაცებს ეძახიან, მაგრამ რეალურად ბრბო ახლა მაპატიეთ, როცა პოლიტიკური პარტიის დონეზე განიხილება, რომ აი სუფში ჩაუფურთხეთ ვიღაცას, რომ მაპატია ამ სიტყვას რო ხმარ, მაგრამ ეს ხო პოლიტიკის ნაწილი გახდა სუფში ჩაფურთხება, რომ საჭმელში მიხო ჩაუფურთხე, რა ეს პოლიტიკა. ანუ სალომე ზურაბიშვილი, როდესაც ლიდერზე საუბრობთ, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ითქვა, რომ ის ვერ გახდა ოპოზიციის ლიდერად ვერ ჩამოყალიბდაო, მაგრამ ქონდა ამის შანსი? არა. ნული იყო ამის შანსი. სალომე ზურაბიშვილი რომელსაც თქვა, რომ მაგალითად 26 მაისს აპირებს, რომ რაღაცა თვითონ გამართონ ღონისძიებები, შეკრიბონ ხალხი, ჩაიბაროს აღლუმი, გამოვიდა ამ ინიციატივით, ოპოზიციის გეგმებიც ცნობილია, ცოტა ესეთი რადიკალური განცხადებები იყო გუშინ, იგივე გედევან ფოფხაძის, ხაბეიშვილის, ზოგადად ოპოზიციის გეგმებზე 26 მაისთან დაკავშირებით როგორ უყურებთ ამას? იცი რა არის, ერთი შემოქმედებითი აზრი, ერთი კრეატიული რაღაცა იდეა. თუნდა აი რამდენი წელია, მაგრამ აი ბოლო 1 წელი ავიყოთ, ხო, აი თუნდა აი არჩევნების ერთი თუ ასე შეიძლება ასე გაკოტრდეს ინტელექტუალურად. ამხელა მასა ხო ესენი ხო ბევრი ხო პოლიტიკაში ხო რაღაცას წარმოადგენდა. ახლა ეს ხიდაშელი ვახსენეთ მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იყო უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ ხო იყო ახლა ნეგატიური არის. ანუ საერთოდ ინტერესი არ არის ხიდაშელი დასიტყვის და რაც არა. გიჟი შარას მიდიოდა რა მიქონდა რა არა თუ რა. ეს არავის არ აინტერესებს. ხიდაშელის აზრი. ეს აბსოლუტურად გაკოტრებულები არიან რა. როგორ უნდა ჩაებაროს სალომე ზურაბიშვილის პალატა. ეს ახლა აი როგორ რომელი პალატა ეს რომ ნაპოლეონის გვერდის პალატაში. მაგას რო თავი დავანებოთ, აი შეკრება რადიკალი რაღაცა რადიკალური ზომების მიღება, პიკეტირება იყო ნახსენები გედევან ფოფხაძის მიერ. ეს რამდენად შესაძლებელია? თქვენი ხო იჭრება და მოკლედ და მე TikTok-ზე გადის, ხო? მე მინდა მე არ მინდა რომ დავკარგოთ ახალგაზრდების ის ნაწილიც. თუნდაც ის 200 კაცი, რომელიც ახლა მაინც 200 თუ 100 თუ რამდენი ციკლიბება ეს და ამათმაც რო იცოდნენ. ქვეყანაში არსებობს ზღვა პრობლემების, რომელიც მათ ოჯახებს ეხებათ. აი მაგალითად ფარმაცევტიული ბიზნესი. სადაც არის კარტელური შეთანხმება ნაცებსა და ქოცებს შორის. რამდენიმე სულ 4 ოპერატორი კომპანია, 2 ნაცების არის, 2 ქოცების. და ძალიან ერთობლივად შეთანხმები, კარტელური შეთანხმება და გარიგებით, მაგალითად აი კაპტოპრილი ერთ-ერთ წამალს თორემ შემიძლია ამაზე დღეები ვილაპარაკო, შესწავლილი მაქვს კარგად და კანონ პროექტის ფოქსამაზე მოზადებული. კაპტოპრილი საქართველოში დამზადებული 1357% უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში და რუსეთში დამზადებული. ეს სპეკულაციაა. ეს არის ყაჩაღობა, ხალხის გატყევება და აი ამათ აი ახლა ქუჩაში დარბისიან ეს ბავშვები და პრობლემაა რო აქვს. ხშირ შემთხვევაში რა არის, უბრალოდ ობიექტურად განაწყენებულია. უკმაყოფილება არის საზოგადოებაში, ხო? ეს უკმაყოფილება რისგან არის შექმნილი? მარტო ქოცებით? ნაცები ამაში მონაწილეობენ. კარტელური შეთანხმება, ეკონომიკას კარტელური შეთანხმებათ არის გადაქცეული. და ამ პრობლემებს აი რატო არ ლაპარაკობს არც ერთ აი ხო ნოყიერი ნიადაგია სპეკულაციისთვის ხო იგივე ძალიან ნოყიერი ნიადაგია შექმნილი იმიტომ რომ პასუხები არ არის თქვა და ქუჩაში ამას ვერ დამალვა აი ხო შუბიხლათში არის მალებო ხო ქუჩაში გამოდიხარ ძალიან ბევრი მიგრანტი გვხვდება ამას საქართველოს საზოგადოება წუხს ხო სოციალური ქსელები დიდი ამ თემაზე დისკუსია არ მიდის რატომ არ სპეკულანტო ამათ ხო შეწყვებათ თუ რა რატომ არ მიდის ასეთ თემებზე ლაპარაკი ამათ უბრალოდ ეს თემები ერთობლივად აქვთ. ასე რომ კი, როცა ძალაუფლებისთვის ისე მთელი გულით ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ბიზნესზე ფულის კეთებაზე არის ლაპარაკი, მაგალითად ისეზე როგორც არის კაპტოპრილის პენსიონერი მისვას კაპტოპრილის წნევის სამალია, ხო, პენსიონერი, ხო? კაპტოპრილით, როცა შეიძლება 1357 10% და 20 და 100-ით კი არა, 1357%-ით
ძვირი გადაახტევინო პენსიონერს, მაგათ ხო ბებიები და ბაბუები ყველას ყავდა მშობლები, ხო? ახლა ქუჩაში 200 კაცი ხო ყავს, 400 ბებია და ბაბუა, ხო? ხო, აი ეს ეკეთება ფული. სამწუხაროდ ამ თემებზე რაღაცნაირად ინტერესი ან მსჯელობა ან დისკუსია არ არის პირველ ხარისხოვანი. ნახე, აი რა პრობლემა რა შემდგომარეობს. პარლამენტმა სუდი გაგების სულ სიტყვას იყო, მაგრამ სანახაობრივი ესე იგი ინტერესი დაკარგა. პარლამენტში არ მიდის დისკუსია. პარლამენტი არ განიხილავს იმ თემებს, რომელიც სახელმწიფოსთვის გლობალურად, აი მარკო რუბიო არ განიხილება ეს თემები. ნუ ხა იქ არ არის ოპოზიციაც, პრინციპში თუ ამ პარლამენტზე საუბრობ. ამას ლაპარაკობ, ეს ის შედეგია, შუას გაკრეფის, ხო? ამიტომ არ არის. შუა რადგან გაიკრიფა, სხვათა შორის შუა რო არ იყოს გაკრეფილი, მესამე ზალა ყოფილიყო, ამათ პარლამენტში შესვლა არ გამოსვლას საერთოდ დისკუსია არც იქნებოდა რა, მე რა არ შემოვიდა. მეორე ზალა იქნებოდა, თუ საინტერესო იქნებოდა პარლამენტში მიმდინარე პროცესი, არა და პარლამენტი იღებს ზღვა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სასიცოცხლო გადაწყვეტილებას ხალხისთვის და პოზიტიურებს, ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხმა არის, იმიტომ რომ დისკუსია არ არის. არ არის დისკუსია. სანამ ჩვენ ამას არ შევცვლით და სანამ ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შევცვლით. და ისიც არის ვარა პრობლემა, რომ ოცნება ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებსაც იღებს იგივე პარლამენტში, ვთქვათ. აი, ისი რა, რომის ისტორიაში იყო აი დიქტატორი, იყო თანამდებობა. პირველად ეს თანამდებობა მუდმივად შეითავსა ლუციუს კორნელიუს სულა იყო, ასე ფელიქს ბედნიერ სულას ეძახდნენ. პირველი დიქტატორი ეგ იყო. ამ დიქტატორს ირჩევდნენ 3 თვის ვადით, მიწისძვრების, სტიქიური უბედურების, ომის დროს. ანუ ერთპიროვნული მმართველობა, დიქტატურა არის ეფექტური, პროდუქტიული მმართველობა, როცა პრობლემა აქვს სახელმწიფოს. ამიტომ დღეს ახლა ასეთი ძალაუფლების მთელი იმპერიუმის ერთ ხელში თავმოყრა, თქვა როგორც ყობახიზის ხელში, ყველა ფერმა ყობახიზის ხელში მოიყვა, მათ შორის პარტიულმა ძალაუფლებამაც. ეს ახლა ცუდი არ არის. ცუდი არ არის. მაგრამ ცუდი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ამას გულისხმობ. რა თქმა უნდა, რადგან სიცარიელია მეორე პლანზე და როცა ეს სიცარიელი აუცილებლად შეივსება და ამ სიცარიელეს გარეთ თუ ჩვენ არ შევავსეთ, საქართველოელებმა გარედან შეგივსებენ. რო ვიღაცას ტვინი გაეხსნება, მიხვდება რომ ეს ბრბო ну აღარ არის რა, ხო არის აი მანქანაზეც გამოცვლილი, მეორედ აღარ ასხამენ, აღარ შეიძლება ის გამოსვლა, ხო, მან ზრავის ზეთი რო გამოიცვლება. ეს არის ნამუშევარი ზეთი, რომელიც გამოიცვალა, აღარ ვარგა. დააძინო უნდა 15-20 წლით. ამიტომ ვიღაცა ახალ სახეებს ნახა, მოელაპარაკებენ ბიან ვიმეს და შეავსებენ ის, რომ ისევ აღდგება მართლობა. ანუ ელოდებით რომ ოპოზიციური სპექტრი ახალი გაჩნდება, როგორც გავიგე. აი მოკლედ რომ იცხოთ ძალიან ცოტა დრო. უნდა გაჩნდეს და ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ქართველებმა უნდა გავაკეთოთ და სხვათა შორის არა ხელისუფლებისგან მართულმა, მაგრამ გირჩი ლაპარაკობ. ჩვენ გირჩი ქართული ოცნების შექმნილი და დაფინანსებული პარტია, მე დაკარგეს კონტროლი. ნაწილზე დაკარგეს კონტროლი, მეტი მოინდომა, თავის დროს ბოკი გახსოვთ, გიგი უგულავანი, ჯართი თათრო გამოაცხადა, ჯართი შესაბარი მანქანად რო გამოაცხადა მიშა სააკაშვილი. ქართული ოცნებიდან აღებული ფულის გამოიყო ეს. მე უფრო მეტი პრეტენზიები ქონდა, მეტი უნდათ, იმათო მეტი არ მისეს. შეთანი პოლიტიკაში ეს. ანუ მოლოდინი არსებობს. კარგით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ჩვენი დრო ამოიწურა, საინფორმაციო გამოშვება გველოდება წინ. ჯონდი ბაღათურია, გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი, ქართული დასის ლიდერი. მადლობა მობრძანებისთვის. მე წინასწარ ვლოცავ ჩვენს მსმენელებს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს გადაცემით, მანამდე ჩვენ ვერ შეხვდებით ერთმანეთს და რა ვიცი, წარმატებები ჩვენ ყველას. მადლობა, წარმატებები მიხარიან თქვენთან სტუმრობაზე. დიდი მადლობა, ნახვამდის.